დავიწყოთ მოლაპარაკებებით, მოგესალმებით, ხმაყურებელს დავიწყოთ მოლაპარაკებები, ყოველ შემთხვევაში რა განცხადებაც გაკეთდა მოლაპარაკებების შემდეგ არის ის, რომ დიდზე მაინც ვერაფერზე შეთანხმდნენ, უფრო ტექნიკური ხალხის შეთანხმება იყო იქ საერთაშორისო მუშაობაზე, დიპლომატების პრობლემებზე და დიპლომატების ერთმანეთის დიპლომატების პრობლემების მოგვარებაზე და ასე შემდეგ. ეს ტექნიკური საკითხია და ასევე ტექნიკური იყო ის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ანუ არც ერთ საკითხზე შეთანხმება ამ შეხვედრის შედეგად არ არის მიღწეული და ვფიქრობ, რომ ესეთი დიდი საკითხები როგორც არის მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი ერთი შეხვედრით ვერანაირად ვერ მოგვარდება. აქ გასათვალისწინებელია უკრაინის პოზიცია, აქ გასათვალისწინებელია ევროპის პოზიცია, იმიტომ რომ ეს ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე, ეს ომი მიმდინარეობს უკრაინაში და შეუძლებელია ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება მათი მონაწილეობის და მათი თანხმობის გარეშე და ვფიქრობ, რომ ასევე რუსეთიც არაერთხელ გამოამჟღავნებს საკუთარ ამბიციებს, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს და მიითვისოს და შედარებით ნაკლებად გამოცდილ მომლაპარაკებელებს ამ შემთხვევაში ახალ გუნდს ტრამპის შეიძლება მეტი გამოსთხოვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეთ სიტუაცია შორს არის რაიმე სახის შეთანხმების მიღწევასთან ეს საკითხი. რაც შეეხება განცხადებებს, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ არაერთი განცხადება, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი არის, ამიტომ ალბათ უკეთესი იქნება შევხედოთ საქმეებს, კონკრეტიკას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი არის განცხადებები, მეორე არის კონკრეტული საქმეები და კონკრეტულ საქმეებს დავინახავთ მალე, იგივე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ვნახეთ, რომ ევროპის კონტინენტი გამოფხიზლდა, შეხვედრაზე იმართება იმ მიზნით, რომ ევროპის უსაფრთხოება უკვე ევროპელებმა უზრუნველყონ და ეს ცუდი არ არის, კარგი არის ეს გამოფხიზლება, ისინი მეც თანხას დახარჯავენ, მეც იფიქრებენ კონტინენტის უსაფრთხოებაზე, უფრო კარგად გაათვითცნობიერებენ რუსეთის საფრთხეებს და საერთოდაც შეხედავენ უფრო მეტად გეოპოლიტიკურად სიტუაციას, ვიდრე აქამდე და ეს ჩვენთვისაც ცუდი არ არის. დიახ, ბატონო, გასაგებია, რომ ეს იყო ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომ ის დაასრულებდა ომს, მართალია ეს ამბობდა 24 საათში ეს არ გამოვიდა, მაგრამ ყველა ანალიტიკოსი ამბობს ამას, რომ ტრამპისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მან შეასრულოს დაპირება და დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ რის ფასად ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, ხო? თქვენი აზრით, რაზე არის რის ფასად შეუძლია ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაასრულოს ეს ომი, რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში ევროპა და იქნება თუ არა ის უფრო მეტად ჩართული, თქვენ თქვით, რომ გამოფხიზლდა და ისიც მართავს არაერთ შეხვედრას და კი ბატონო იღებს არაერთ გადაწყვეტილებას, მაგრამ მთავარი არის, ვინ გადაიხდის ამ ომის დასრულებაში ფასს? იქნება ეს უკრაინა თუ იქნება ეს უფრო მეტად რუსეთი? კარგი კითხვა არის ეს ნებისმიერ დიპლომატიურ შეთანხმებაში დეტალები არის მთავარი და ეშმაკი დეტალებში იმალება ხოლმე. ამ შემთხვევაში არავითარი შეთანხმება წინასწარ არ გვაქვს, არავითარ საკითხზე შეთანხმება არ არის. უბრალოდ არსებობს გარკვეული მონახაზი, რომელზეც შეიძლება მაგალითად უკრაინა დათანხმდეს. ეს მონახაზი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტა ახლა ხაზზე, რომელზეც არის, მერე კურსკის ტერიტორიის გაცვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ გარკვეულ ტერიტორიაზე, ასევე შეიძლება უკრაინისთვის მისაღები იყოს თუ დაშორიშეურების ხართა დაშორიშეურების პერიმეტრზე ჩადგებიან ევროპული ნაწილები, სხვათა შორის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა გამოთქმას ათხოვნა, რომ თავისი საჯარისო ნაწილები გააგზავნოთ ამ მისიით უკრაინაში, რადგან ამერიკელებიც არ არიან წინააღმდეგი. მეორე საკითხია, რომ რუსეთი არის ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ რუსეთს ეს შვიდობა სჭირდება იმისთვის, რომ ამოისუნთქოს და აგროვოს უფრო მეტი ძალა და შეუტიოს უკრაინას. ხოლო თუ იქ ჩადგებიან ევროპული ნაწილები, სამხედრო
ნაწილები მისი ეს გეგმა ვერ შესრულდება, ანუ რუსეთისთვის ეს და მათ ეს აღნიშნეს სხვათა შორის გუშინდელ შეხვედრის მერე კონფერენციაზე, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ევროპული სამხედრო ნაწილების განთავსება უკრაინაში. რაზეც უკრაინა და შეერთებული შტატები თანახმანი არიან. ანუ თავარი არის უსაფრთხოების გარანტია. ექნება თუ არა უკრაინას უსაფრთხოების გარანტია და აი ამ საკითხზე ძალზე ძნელი იქნება შეთანხმება ჩემი აზრით მხარეებს შორის. ბატონო ზურა, თქვენი აზრით რას ნიშნავს, როდესაც რუსეთის მოთხოვნების დღის წესრიგში შემოდის არჩევნების თემა უკრაინაში, ხო? ისინი ამბობენ, რომ ზელენსკის შაშან ამოეწურა ვადა და ილაპარაკებენ მხოლოდ მათივე შეფასებით ლეგიტიმურ პრეზიდენტთან და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს. თქვენი აზრით შესაძლებელია, რომ ამას დათანხმდეს უკრაინა, ან რატომ აყენებს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის ეს თემა? საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ეს შეუძლებელია. სხვა მხრივ უკრაინაში არჩევნები ტარდება განსხვავებით რუსეთისგან და შესაძლებელია მშვიდობიან ტერიტორიებში არჩევნების ჩატარება. რუსეთს რაც სურს, ეს არის ეგრეთ წოდებული ქართული სცენარის გამეორება 2008 წელს ძალიან ცოტას თუ წარმოედგინა, რომ საქართველოში შეიძლება პრორუსული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. ასევე ასეთივე სცენარის გამეორება სურს ახლა რუსეთს უკრაინაში, ის რაც სამხედრო ძალით ვერ ქნა, გააკეთოს არჩევნების გზით და იქ მოიყვანოს პრორუსული ძალები. მეორე საკითხია, რამდენად გამოუვა ეს, მაგრამ ზელენსკისთან დაკავშირებით 100%-იანი იცის, რომ არაფერი არ გამოუვიდა და არ გამოუვა. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ უკრაინა დაიმორჩილოს ახლა უკვე არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების საშუალებით. ჩვენ დავინახეთ ეს რუსეთისთვის წარმატებული ოპერაცია საქართველოში, იგივეს იმედი აქვს ახლა მოსკოვს, რომ შეძლებს კიევშიც იგივეს გაკეთება. ხო, კი ბატონო, და ჩვენ გვახსოვს 2008 წელს პირდაპირ და მკაფიო გზავნილი, რომ მაშინაც მოითხოვდა რუსეთი, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. მიხეილ სააკაშვილი უნდა წასულიყო და ეს არის ზუსტად რუსული ხელწერა. იგივეს მოითხოვს ახლა ზელენსკისთან დაკავშირებით და რადგან ვახსენეთ საქართველოსთან ბმა, ბატონო ზურა, აუცილებლად უნდა კითხოთ, მაგალითად ცოტა ხნის წინ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა განცხადება, რომ ტრამპიო აი ზუსტად იგივეს ამბობს, რასაც ჩვენ ვამბობდითო, რომ უკრაინა შეეძლო ამ ომის თავიდან აცილებაო, მაგრამ ვერ აიცილაო და ნუ ბოლო დროს გვესმის ხო ჩვენ ქართული ოცნების და მათი მომხრეების რიტორიკა და ერთგვარი ყიჟინა, რომ ტრამპი სწორედ იმ გზით მიდის, რასაც ვარაუდობდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ასეა ეს ბატონო ზურა? რუსეთისთვის დათმობების პოზიციით არც ერთ ქვეყანას არაფერი არასოდეს არ მოუგია, იმიტომ რომ რუსეთი არ გმაყოფილდება იმით, რასაც მიიტაცებს ან რასაც დაუთმობს და სულ უფრო და უფრო მეტი სურს და უნდა. ეს დავინახეთ ჩვენ საქართველოს შემთხვევაში, ეს არის უკრაინის შემთხვევაში. ანუ დღეს რომ დაუთმო რუსეთს მაგალითად დონეცკი ან ლუგანსკის ოლქები, ხვალ ხარკოვის და ვთქვათ დნეპრის ოლქს აღარ მოითხოვს, ან ოდესის ოლქს არ მოითხოვს, ხო? ყველა ხვდებით პატარა ბავშვს ხვდება, რომ მოითხოვს. ამიტომ ეს ძალიან მიამიტური დამოკიდებულებაა პოლიტიკაში და პოლიტიკაში მიამიტური დამოკიდებულებები არ არის ასე ვთქვათ არავინ მიესწრება. კი ბატონო, დიახ. ამას საერთაშორისო ურთიერთობების განათლებაც არ სჭირდება იმას, რომ რუსეთს არ შეიძლება ენდო მით უმეტეს, როდესაც ყოველდღიურად არგოს ყველა შეთანხმებას, რაც კი მას დაუდგება. კი ბატონო, და ბოლოს ბატონო ზურა, სულ რამდენიმე დღეში ხდება ზუსტად 3 წელი, ხო, რაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. აი, რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, აი, რა მოცემულობა გვაქვს ომის თეატრში, ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით ბოლო წელი, როგორი იყო უკრაინისთვის და აი ახლა რა მდგომარეობაში ხდება აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, როდესაც უკვე რაღაცნაირად შეიძლება წავიდეს ფინალისკენ და გამოიკვეთოს აი ამ ომის დასრულების კონტურები. მთავარი მიზანი რაც იყო პუტინის, როდესაც თქვენ ახსენეთ უკვე 3 წელი სრულდება, 3 წლის წინ, როდესაც ომი დაიწყო, იყო ის, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გაეუქმებინა. მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მიერთება, ოკუპაცია. მისი მიზანი იყო მთელი უკრაინის დაპყრობა
ამ მიზანს ახლაც არ ეშვება, იმიტომ რომ ის დიდი გეგმა, რომელიც პუტინის თავში იხარშება და რომელსაც სხვათა შორის რუსების დიდი ნაწილიც უჭერს ხარს, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, ეს მიზანი ვერ შესრულდა და ახლა სწორედ ამ მიზნის შესრულებისთვის ტაქტიკის შესრულის მცდელობას ხედავთ ამ ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებების გზით, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულს იმიტომ ამბობთ, რომ მოლაპარაკებები შეუძლებელი, როდესაც უკრაინაზე იმართება, უკრაინის მონაწილეობის გარეშე იყოს, იმიტომ რომ მას ეხება კონკრეტულად და ახლა როდესაც მაგალითად თქვენ ბედს ეხება რაღაც საკითხი, თქვენს გარეშე მოლაპარაკებები როგორ შეიძლება იყოს წარმოებული, ხო სახელმწიფოებიც არის და ამიტომ სკეპტიკურად ვართ საერთოდ განწყობილი ასეთი მიდგომის მიმართ. უკრაინა ზელენსკის სახით ბოლომდე დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს. არ მგონია რომ ახლა ზელენსკის ვიღაცის შეეშინდეს, ვიღაცის ფეხების ბაკუნის შეეშინდეს და შეცვალოს და უარი თქვას უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე. ეს სწორედ ეს არის მთავარი, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმება. უკრაინა ჯერ ისევ დგას და 80% აკონტროლებს ტერიტორიის, რუსეთი უდიდესი მსხვერპლის ფასად ინარჩუნებს იმ ტერიტორიებს, რაც აქვს და ხედავთ ასევე იგივე ეკონომიკურ სირთულეებს, რასაც რუსეთი აწყდება გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა და ახლა ერთგვარ ჩიხში არის შესული, თუ მეტი დახმარება იქნება დასავლეთისგან, რა თქმა უნდა, უკრაინა შეძლებს ამ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. თუ ვერ შედგება მოლაპარაკება, ბატონო ზურა, თქვენ თქვით რომ ხო და ვოლოდიმირ ზელენსკიც მუდმივად ამას უსვამს ხაზს, რომ არანაირი მოლაპარაკება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ვერ შედგება და არ შედგება, ხო? თუ კი ვერ შედგა შეთანხმება, მაშინ გვესმის შეერთებული შტატების დახმარება რამდენად მნიშვნელოვანია, ხომ, უკრაინისთვის და თუ კი ამ დახმარებას შეექმნება საფრთხე ვერ შემდგარი მოლაპარაკებების გამო. რა ხდება ამ შემთხვევაში? ჩვენ ჯერ არ ვიცით რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსეთი კიდე რა თავის პრეტენზიებს გამოამჟღავნებს და რუსეთი იქნება თუ არა მოლაპარაკებებში მაგიდის ეგრეთ წოდებული მაგიდის ამღირავებელი. ამ შემთხვევაში უკრაინა უფრო მეტ შეიარაღებას მიიღებს, მაგრამ ასევე არ უნდა დავაუწყდეს, რომ ევროპასაც არანაკლები ფინანსური საშუალებები აქვს იმისთვის, რათა იგივე სამხედრო მრეწველობა მთელი ამუშაოს და იყოს მთავარი მიმწოდებელი და ასევე უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი უკრაინისთვის. სწორედ ამას მიანიშნებს ის, რომ ევროპელი ლიდერები სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებიან და საუბრობენ ევროპის უსაფრთხოებაზე. ახლა კი ევროპის უსაფრთხოება არ არსებობს უკრაინის უსაფრთხოების გარეშე, იმიტომ რომ რეალურად უკრაინა არის ფარი თუ არა და ყველა ხვდება შესანიშნავად, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ჯერი უკვე ევროკავშირის, ნატოს წევრ ქვეყნებზე მიდგება და ვეღარაფერი წინ ვეღარ დაუდგება რუსეთის აგრესიას. ამიტომ ამ საფრთხეს ძალიან კარგად ხვდებიან ევროპელები და ფიქრობ, რომ სწორედ ევროპა იქნება იმ სცენარის შემთხვევაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მთავარი მიმწოდებელი შეიარაღების და დახმარების.